მოგესალმებით. ძალადობა გენდერის ნიშნით მეტწილად გავრცელებულია იმ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს მამაკაცის უპირატესობას. სამწუხაროდ ძალადობას ირიბად, მაგრამ ახალისებს ეთნიკურ, კულტურული ჩანართებიც. საინტერესო თემის ირგვლივ დღეს ასაუბროთ ბატონი სერგო ცომაია გვეწვია ბიომეტრიის ეთერში. მოგესალმებით ბატონო სერგო, მადლობა რომ მოგბრძანდით. გამარჯობათ, მოგესალმებით. დავიწყოთ იქიდან, რომ თავიდანვე პირველყოფილი ადამიანიდან უკვე დაწყებული კაცსა და ქალს შორის იყო თავისებური როლები ჩამოყალიბებული, კაცს ჰქონდა უფრო დომინანტური ფუნქცია აღებული და ქალი იყო უფრო რაღაც ესეთი სახლის ფუნქციით შემოფარგლული. თუმცა მთელ რიგ კულტურებში და მთელ რიგ პერიოდებში ქალსაც აქვს თავისი გარკვეული დომინაციები აღებული. მაგრამ უკვე ბოლო პერიოდებში ეს მომენტები იყო საკმაოდ გაყოფილი და გამოკვეთილი იყო რა თუნდაც რელიგიური კუთხით, ასევე რაღაცა კულტურალური კუთხით, ხო, ეს კომუნისტების პერიოდში როცა იყვნენ, რომ იქ ცალსახად უპირატესობა იყო მინიჭებული. ეთნიკური მახასიათებლები მეტწილად ალბათ. ეთნიკურიც, ხო, რა თქმა უნდა, ესეც იყო და თუმცა ახლა არის ისრაელში ისეთი წესი, რომ შვილი არის ყოველთვის დედის გვარზე და ნუ ეს ფორმატიც არის, ხო? მატრიარქატის მძლავრ სადავებსაც იცავს კაცობრიობის ისტორია. ზოგადად ადამიანური, ნუ მამაკაცის საწყისი ყველა ვარიანტში გვინდა ყალიბდება დედასთან ურთიერთობით და მასთან მიკროსოციალურ გარემოში. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მამაც, მაგრამ უფრო მეტი ნაწილი, ყველამ ვიცით და ჩვენ თვითონაც ვიაზრებთ, რომ უფრო მეტ ნაწილს ბავშვი ატარებს მშობელთან, დედასთან, ხო? ღირებულებების ჯაჭვს, რა თქმა უნდა. და სამწუხაროდ ისეთი სიტუაციები მოვიდა ახლა, რომ ყველა დაკავებულია, ყველა ცდილობს, რომ რამოდენიმე სამსახურში იყოს, ოჯახზე იზრუნოს ისევე, როგორც მეუღლემ, ხო? და ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის ფაქტიურად უმუშევრად დარჩენილი სახლში, დიასახლისის როლი აქვს მას მორგებული, მას უნდა არ უნდა უწევს მუდმივად სახლში ყოფნა. მისი რეალურად ფსიქოენერგია არ იხარჯება, არსად არ მიდის, შემოსაზღვრული და შემოფარგლული არის მხოლოდ შვილთან ურთიერთობით, მასზე ზრუნვით და ხშირად ეს უკვე გადადის ჰიპერმზრუნველობაშიც კი და იქ შემოდის აკრძალვები. ძალიან კარგად ვიცით და თუ არა და ყველას შეუძლია ეს გაიაზროს სახლში, როდესაც მეუღლეზე გაბრაზებულია, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ან რაღაც კონფლიქტში არის, შეიძლება მასთან ეს ყველაფერი ვერ და არ გამოავლინოს პირადად და მერე იწყება, ასე ვთქვათ, ჯაჭვის შექმნა, რომ უკვე მერე შვილზე გადადის, იქ რაღაცა ბრძანების ტიპი, იქ რაღაცა აკრძალვის ტიპი, შეიძლება დაუყვიროს, შეიძლება ცოტაც კიდეც წამოარტყას და ну რა ხდება თუ ახლა ოჯახში კიდე სხვა არის რა თქმა უნდა ის უფროსი შვილი მერე შედარებით იმის შემდგომ უმცროს დედმამიშვილთან დაახლოებით იგივე ფორმატით აკეთებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ პროექცია. ხო, იმიტომ რომ ეს ყველაზე ადვილი და მისაღები ფორმა არის, ვერ გაიგო ბავშვმა მას რატო უბრაზდებიან, იმიტომ რომ მისთვის აკრძალვა ცოტა სხვანაირი ფორმატით არის მისაღები. შესაბამისად ის დარჩა დედას უფროსია ვერ შეეწინააღმდეგა და დარჩა ნუ პატარა რომელსაც პატარა მითითებაზეც კი უფრო დიდ აძლევს რეაქციას და ეს ტრიალებს და ბრუნავს ფაქტურად მთელი ცხოვრების განმავლობაში ხო მე მოზარდობის ასაკშიც უკვე უწევს თუნდაც იგივე კაცს რომ თავისი მასკულინური ფუნქციები ყველას წარუდგინოს და ყველას დაუმტკიცოს რომ ის ძლიერია და ამ შემთხვევაში მის კომპლექსებს ხო აი ის ბავშვების კომპლექსებიც რა თქმა უნდა მუშაობას იწყებს უკვე და ვიწყებთ ასე ვთქვათ იმ სუსტი წერტილების მოძებნას ვისთანაც შეიძლება რაღაცა მოხდეს და გაგვივიდეს ეს უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ კი ბატონო შეიძლება იგივე სქესთანაც იყოს კონკურენციაში მაგრამ უფრო მეტად დაჩაგვრადი და ასე ვთქვათ დაძლევადი ხდება საწინააღმდეგო ნუ ქალთა სქესი, რადგანაც ფიზიკური ძალა ამის უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ხო, მამაკაცისა, ვიდრე ქალის. თუმცა აქ არის კიდე მეორე მომენტები, როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გავრცელებულ, მეორე მომენტი არის, პროფესორად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გავრცელებულ აი ფემიციდზე და ასეთ ტიპის გამოკვეთილ სტატისტიკაზე, ძალიან მარტივად ხარ არის ხო ფემიციდი არის ქალთა მიმართ ზეწოლა ხო ფიზიკური იგივე თუნდაც სიკვდილის მუქარისში ეს ყველაფერი რაც არის
აქ არ შეიძლება იყოს ცალსახად ის, რომ მხოლოდ ბავშვობა. არა, აქ არის კიდევ რაღაც სხვა მომენტები, თუნდაც იგივე გაზრდის დროს და ჩვეულებრივად ცხოვრებისეულად რაღაცის მიღება, რაღაცის იგივე ალკოჰოლის ზემოქმედება, იგივე ნარკოტიკის ზემოქმედება, დამატებითი გარემოებები, რომელიც ფაქტიურად ამ ჩაკეტილ წრეში ტრიალისას იძლევა ასეთ რეაქციებს, ხო? და არ არის ხა ჩემი აზრით მე არ ვთვლი იმას, რომ კაცი რომელიც ესე მოძალადე ტიპაჟი არის და არის ესეთი იმპულსური და ესეთი აგრესიული, იქ ყველაფერი იყოს ფსიქიკაში ნორმა დალაგებული და გაწონასწორებული. არა, იქ რაღაც დონეზე არის დარღვევა, რომელსაც ჭირდება სხვა ტიპის ხუნალობა და მიხედვა ხო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ ფაქტორს ხო, თუ ჩვენ ამ ფაქტორს ავიღებთ როგორც პიროვნების ხასიათს და ხაზს, როგორც ფსიქოპათიის მაგვარ პიროვნებას, რაც უფრო ხშირად ხდება ესეთ პირებში, იმიტომ რომ ესეთი ტიპები არიან. რა თქმა უნდა, აქ მეს წინ წამოწევაა პირველ რიგში და მასთვის ასეთი ადამიანისთვის არსებობს მხოლოდ საკუთარი თავი, რომელიცაც უნდა მოარგოს გარემომცველი სამყარო და ეხლა ყველა არ არის ისე და ვერ დათხოვს იმას, რომ ყველაფერს მოერგოს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მყარი ოჯახი ქონდეს. არის ისეთი მომენტები, რომ ძალიან ბევრი ასეთი, ბჭყალებში რო ვთქვათ, მოძალადე პერსონა საზოგადოებაში არის აბსოლუტურად სხვანაირი. აბსოლუტურად ადაპტირებული, შეგუებული, ძალიან შემწყნარებელი ტიპი, ხო? მაგრამ ესეთ რაღაცებს ხშირად ავლენს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. როგორ მიღავს, რა თქმა უნდა, იმ როლს, რომელშიც ძალიან კარგად ჯდება. თუ იქ არ არის რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორი და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორები ხშირად არის კონფლიქტი, თუნდაც ისეთი მცირე, რომლის დროსაც შეიძლება საკუთარი თავის მართვის კონტროლს გაცდეს, აუცილებლად ალკოჰოლიზაცია და ნარკოტიზაცია, როდესაც იხსნება და იხსნება ის წინააღმდეგობა, სუპერეგო, ესე ვთქვათ, რაც არის ის ყველაფერი გადადის უკან პლანზე და წინ მოდის აბსოლუტურად მისი არსება და მისი ქვეშნობიერება. თავშეკავება, თამაში, როლური თამაში. კი, ამიტომ ამბობ, ეს როლური რაც აქვს ცხოვრება აღებული, ხო, იქ რაღაც მომენტში ამ ყველაფერს კარგად იკავებს, მაგრამ აი იმ როლიდან გასვლის შემდეგ ეს როლები ძალიან მალე ირღვევა თუ რაღაც ისეთი ფაქტორი მოხდა, ხო, გამაღიზიანებელი. თუმცა აქ მეორე მომენტიც არის, რომ შეიძლება იყოს ადამიანი თავის შინაგანი ბუნებით ეს ძალადობრივი ტიპის, ანუ ცოტა ზედმეტად მასკულინური ტიპი, მაგრამ იცხოვრობს მთელი ცხოვრება ისე, რომ იქ რაღაცეები ამის პროვოცირება არ მოხდეს, ანუ სხვა უფრო ძლიერმა როლმა ჩაანაცვლოს მისი ის ქვეცნობიერი და ცოტა უფრო მეტად შეკრას და შეჭუხნოს, ხო? ამ შემთხვევაში ასევე წეღანაც იქითკენაც ვახსენეთ, მივდივართ იმ აპროვოცირებელებზე, რამდენად დიდია ეს ფაქტორი, ხო? აქ შეიძლება იყოს პარტნიორის, თქვათ, თუნდაც ემოციური ფონი, პარტნიორისგან ღალატის შეგრძნება, ამის ეჭვი რო ეს ყველაფერი არის, ხო? და ეს უკვე მერე ფაქტიურად უკვე გამშვებ მექანიზმად გვევლინება. როგორც წესი, აქ უფრო მეტად არის ხოლმე ეჭვები და დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, რომ ხომ არ ღალატობს, ხომ არ უწყობს რამეს მის წინააღმდეგ, ხომ არ არის მომართული ეს ყველაფერი. თავისი არსით აი ესეთი მოძალადეობრივი ფაქტი შეიძლება ითქვას, რომ უფრო რაღაცა ფსიქიკის სისუსტეზია ხაზგავლილი და არა იმაზე, რომ შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ რაღაცეების გადატანა და გააზრება უფრო თავისუფლად შეგიძლია კონსტრუქციულად, ხო? არა, აქ პირველ რიგში მაშინვე წინ გამორბის ეს ტენდენცია საზოგადოებაში ძალადობრივს რა ინარჩუნებს. ნახეთ, გაძლიერდა უამრავი ინსტიტუტი, გაძლიერდა მედია მიმართულებით, ფსიქოლოგიის ყველაფერი გაძლიერდა, ვთქვათ, ამ ბოლო ვიტყვით, რომ გაძლიერდა, თუმცა არანაკლებად გაძლიერებული არის იგივე თუნდაც ტელევიზიიდან მოწოდებული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება არასწორად იყოს აღქმული და შეფასებული, ხო? ფაქტის რომანტიზება, კი ბატონო. ხო, ტელევიზიაში თუნდაც ფილმები ის ყველაფერი რაც არის, ხო? ძალიან ბევრი ძალადობის შემცველი ფილმები არის და თუნდაც მულტფილმები, რაზეც ბავშვები იზრდებიან უკვე ამ ასაკშივე. ეკრანი არის პირდაპირ კავშირი ძალადობრივებასთან. ერთ-ერთი განმაპირობებელი ხაზის, ახლა ადამიანს ყოველთვის აქვს თავისი უპირატესობის განცდის რაღაცა გენეტიკა ჩადებული, ხო, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს, მაგრამ ეს შეიძლება ეს ჩვენი ენერგია გადავიტანოთ აბსოლუტურად სხვა ტიპის შრომის საქმიანობაში და ძალიან კარგად გამოვიყენოთ. თუმცა როცა ამას უკვე მე ვერ აკეთებ, ისე რომ ვერ ფუთავ, ვერ ალაგებ,
ვერ მიმართავს სწორ ხაზში, უკვე მე ვლინდება ეს ფიზიკური აგრესიით, რა თქმა უნდა. აი ვერ მიმართვის მიზეზებზე ვისაუბროთ ბატონო სერგო, ბუნებრივია მეც ეს არის პირველ რიგში ხო, თუნდაც არასრულფასოვნების რაღაც ესეთ ტიპის განცდები და კომპლექსები, რომელიც ჩვენში დაუკმაყოფილებელია და მე არ ვარ რეალურად შემდგარი პიროვნება. მე შეიძლება ვცხოვრობ ჩემ პარტნიორთან, მას აქვს ჩემზე მეტი თუნდაც შეხედულება, ჩემზე მეტი შემოსავალი, ჩემზე მეტი სოციალური როლი უფრო რეალიზებულია და ეს უკვე ჩემში მაინც იწევს გარკვეულწილ, როგორც მოძალადეში ვთქვათ, ცვლილებებს, აი თითქოს შურიც დავარქვათ, ხო ამას, რომ რატო უფრო წინ. და როგორც თქვენ ახსენეთ, მასკულანური ნაწილიც მუშაობს ამ შემთხვევაში. ბატონო სერგო, რა მინდა გითხოთ. ქალებს როლი ახსენეთ თქვენ და პრინციპში ჩვენ ხედავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, თუ ვინმე ფინანსური საყრდენი ამ ქვეყანას და ოჯახებს შეუნარჩუნა, უმეტეს შემთხვევაში ეს გახლავთ ემიგრირებული ქალბატონები ან ქალბატონები, რომლებიც ადგილზე გახდნენ ოჯახის მძლავრი ნაკადი ფინანსური. რაც სამწუხაროდ ვერ მოახდინიან ძალიან დაბალმა პროცენტმა მამაკაცების. ხომ არ არის ამ გაზრდილი სტატისტიკის უკან ერთ-ერთი მიზეზი საყრდენ გამოცვლილი მამაკაცების ერთგვარი ფსიქოტიპები. რეალურად მნიშვნელობა არ აქვს ვინ მეტის წყალებს ვთქვათ შემომტანია ოჯახში, ხო? აქ არის სტერეოტიპი ხომ ისევ აქტიურია. კი, გასაგებია, მაგრამ უკვე სხვა საუკუნეა, ეს სტერეოტიპებიც ნელ-ნელა იცვლება. ქალი და კაცი არის თანასწორი, ყოველთვის თანასწორი იყო იმ თავიდან დაწყებული, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვცდილობდით, რომ ჩვენი რაღაცა ხაზი შეგვეტანა და ყველგან გაგვემართლებინა, რომ კაცი უნდა იყოს უპირატესი. არა. კაციც ისეთივე მნიშვნელოვანია ოჯახში და ურთიერთობაში, როგორც ქალი. ხო, ეს არის აბსოლუტურად ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სინქრონული მოძრაობა და არა თქვათ ერთი ცალკე. და ის რომ თუმცა ეს ცალკე კულტურაა, რომელიც ძალიან იშვიათია. ხო, ის რომ თქვათ ქალბატონს ოჯახში უფრო მეტი ამ მომენტში ცოტა შეიძლება შემოსავალი ქონდეს ვიდრე მამაკაც ეს არ იძლევა რეალურად იმის უფლებას და იმის გამართლებას, რომ მე ამით გავხდე რაღაც ტიპით. არ მნიშვნელობა არ აქვს, ხო, ძალადობის არის ორი ისეთი გავრცელებული ფორმა, ერთი ფიზიკური ძალადობა, რომელიც უკვე შეიძლება მოკდინებაშიც გადავიდეს ადამიანის და არის ფსიქოლოგიური ძალადობა. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მეტიც კი, თუ არა ნაკლები, არაფრით არ არის ფიზიკურ ძალადობაზე. უბრალოდ ფიზიკური ძალადობის დროს ვხედავთ და ვღებულობთ მსხვერპლს პირდაპირ და თვალსაჩინოდ. და ფსიქოლოგიური ინტენსივობით ადამიანია, ხო, ესეთი ფსიქოლოგიური ძალადობით, როდესაც, ფაქტიურად უკვე იქ ძალიან ბევრი სხვა პრობლემები მოდის, ხო, დამთავრებული ურთიერთობის გაწყვეტებიდან და დაწყებული ფუძად ურთიერთობის გაწყვეტიდან დამთავრებული თუნდაც იგივე სუიციდის მცდელობებით. სულაც არ არის აუცილებელი პირდაპირ, არა, მიყვანა მუხლიც არის, ხო, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი. კი ბატონო. დაბალი თვით შეფასება. კომპონენტი, რომელიც ალბათ არის საფუძველი იმ მანკიერებისა, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. აღზრდის დროს დაშვებული შეცდომები, რომელსაც თქვენ ფაქტობრივად მონოლოგის ნაწილში შეეხეთ. როდესაც დავსვი კითხვა, რა ელემენტებით შეიძლება ამოიცნო პოტენციური მოძალადე, აერთიანებ და კომპლექსურად იმ შინაარსს, რასაც ახლა ვსაუბრობთ. ბუნებრივია ფსიქოლოგიური ძალადობაც ერთ-ერთი ურთულესი ფორმაა და ის ბევრად ხანგრძლივია დროის თვალსაზრისით, ვიდრე ფიზიკური, ინტენსიურია ბევრად უფრო და დამანგრეველია ბუნებრივია. ახლა ფიზიკურ მოსპობას ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლაც ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის ერთგვარი ნაწილია, როგორც სოციალურ ქსელებში, ოჯახებში, ოჯახებს მიღმა, კოლექტიური ზეწოლები, რომელსაც ახდენ სხვადასხვა დასაქმებულების მიმართ იგივე დამსაქმებლები და ასე შემდეგ. არსებობს ალბათ საცნობი ნიშნები, მე მაინც ვებღავჭები ჯიუტად ნაწილს, რომ ვიღაცისთვის ეს იყოს მაგალითი, რომ თუ კონკრეტულ ჩამონათვალს რასაც თქვენ ბრძანებთ, ვარგებთ რომელიმე ინდივიდს, აქ უკვე ფხიზლად უნდა ვიყოთ და დავსვათ კითხვით. ჩვენ ავიღებთ პიროვნების როგორც მოძალადის, როგორც ფსიქოპათიის მაგვარ ტიპის ადამიანს, იქ ბევრი რაღაც ნიშნები არის, ხო, ეს უმართავი აგრესიები, იმპულსურობა, არის მომენტები, რომ შეიძლება იყოს თვით დაზიანებები, ხო, ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი პუნქტიც არის, რომ აი მე საკუთარ თავს ახლა დავიზიანებ, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ეს არ არის ტიპური მანიპულაციები. ანუ ტიპი, რომელიც არის მანიპულატორი ყველანაირად, ხო? ეს შეიძლება იყოს აი ესე უცბად რომ შეხედო
აი ქუჩაში გამრევს ხო ეს მოძალადია. არა, ამაზე ძალიან ძნელია რომ ისაუბრო. ის ურთიერთობაში ავლენს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ყველაფერს თავის ხასიათის წახნაგებს, რომელიც აქეთკენ მიდის, ხო? დამოკიდებულებების ნაწილი რამდენად ახდენს გავლენას ამ პროცესებზე? საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს, დასაწყისშივე ვთქვი, იგივე ნარკოტიზაცია, ალკოჰოლიზაცია, ხო, რაც არის ძალიან კიბერუხასიათობაც ბოლოდოიდელი ერთგვარი ტრენდი. რა თავის ტვინის მთელ სტრუქტურებს ცვლის აბსოლუტურად ქცევას და ფსიქიკას ადამიანის. აქედან გამომდინარე უკვე ფსიქიკა შეცვლილი ადამიანი ძალიან ჩანს, ესე ვთქვათ, ამ ჭრილში. ბატონო სერგო, ატმოსფერო, სოციუმი, გარემო ქმნის თუ არა წამახალისებელ კლიმატს ძალადობისთვის? ეს უფრო შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ წლებში იყო და ეხლა პირიქით ატმოსფერო და კლიმატი, ასე ვთქვათ, ყველანაირად აფრთხილებს, აძლევს ინფორმაციას ადამიანებს, გადის 1000 ბევრი ძალიან ბევრი ესეთი სიუჟეტი, რომელსაც მოხდა თავის კონტროლი ჭირდება, მაგრამ აჩვენებს რა არის, თქვათ, იგივე ძალადობა, რა არის მოძალადე, როგორ შეიძლება დაისაჯოს მოძალადე, როგორ შეიძლება თავი აარიდო ამას, ხო? რეალურად არავის არ აქვს უფლება, რომ სხვა ადამიანს მიაყენოს თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა. განსაკუთრებით, როდესაც ესე ურთიერთობებში არიან ადამიანები, ხო? ისედაც და ასედაც, მაგრამ თუმცა როდესაც ძალადობ ბავშვზე, ძალადობ ქალზე ეს არ არის გამართლება და ეს არ არის ის ასე ვთქვათ როლი, რითაც შეიძლება იამაყოს. დიახ, გარემოზე როცა ვსაუბრობთ და წახალისებაზე გულისხმობ იმ ფუნდამენტალიზმს, რომელშიც ცხოვრობთ, არ არის დაფარული, რომ კაცი უპირატესია ჩვენს ეთნიკურ კულტურულ მონაპოვრებში. ამაზე ღიად საუბრობენ. ეხლა შესაძლოა დრო შეიცვალა, მაგრამ ყველგან არ შეცვლილა მიდგომები ბუნებრივია. საერთოდ ჩვენთან ისეთი იყო, წესწყობილება და მით უმეტეს თაში და ისეთ ხალხში, სადაც ის იყო, რომ აბსოლუტურად ქალის ფუნქციები იყო ისეთი ძალიან რა. დაკნინებული მეტი, ხო? თვითონ მაშინ არის შუშანიკის წამებაში ოდეს ყოფილა დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური. ანუ იქ ქალი რო საერთოდ დამსდარი იყო, საჭმელადაც კი სადაც კაცები იკრიბებოდა, ესეც წარმოუდგენელი იყო. იყო თქო ეს დრო. დღესაც დგას ბატონო იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ისეთ ცოტა აი ნუ ყარა და ტრადიციულ ოჯახში ესეთი რაღაცეები არის შენარჩუნებული, როგორ გაბედავს თუნდაც სადმე გასვლას, ან თუნდაც აი პირდაპირ სამსახურშიც კი ვერ იმუშავებს. დიახ, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებაც არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ამ პროცესებში და შიშო გლის თავზე სახარებას არ გავდეს ის საუბრები, თუ ფუნდამენტური არ იქნება ეს ძროები. თუმცა არც ერთი რელიგია პირდაპირ არ ამბობს ამას, რომ შენ ხარ უფლება მოსილი ყველანაირად დაამციო. ნუ არც ერთს უფრო გულისხმობ ჩვენ ქრისტიანულ კონფესიებს და გაშლებს, თორე მით უმეტეს თუ ჩვენ საუბრობთ ქრისტიანულ სულთა მართვანდებულ რელიგიაზე, იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შენ გაქვს ყველაფრის უფლება, პირიქით. ძალიან შემწყნარებელია ამ კუთხით, ხო, იქ რა თქმა უნდა აღნიშნავს, რომ მამაკაცის როლი აბსოლუტურად სხვა არის და ქალის როლი სხვა არის, მაგრამ იქ არანაირად არ იძლევა იმის ნიშანს, რომ შენ უნდა გამოავლინო აგრესია, ან ამით შენ გაქვს რაიმე უპირატესობა და გაქვს უფლება, რომ იმეს მიაყენო შენ საწინააღმდეგოს ქეს რაღაც ზიანი, ხო? ბატონო სერგო, ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები რომელია? ქართველებს თუ კი ის გქონია, რომ გქონია წარსულში, რომ არიქა და რაღაცებს ძალავთ ოჯახში, რაღაცებს ისეთ ვაკეთებთ, ხო? ძალიან დიდი კულტიც გქონია და ტრადიციაც თუნდაც ოჯახის დაცვის, ქალის დაცვის და საერთოდ მეფე ყავდა ქალი, ხო? ამაზე საუბარი არც არის მგონი. დიახ, მონარქი ქალი ყავდა ბუნებრივია და ზოგადად დედის და ქალის ინსტიტუტი საქართველოში საკმაოდ ძლიერია. მე გეთახმებით აბსოლუტურად, მაგრამ ეს ხომ არ არის სწორედ ის ფასადური მხარე და ნიღაბი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცი და ვადევნებთ თვალს სადღეგრძელოებს ქალის კულტს, როგორ იწყება ყველაზე ღირებული ფრაზები ამ ქვეყანაში დედით, დედას სამშობლო, დედაქალაქი. აქ განწყობა ერის ნათელია, მაგრამ პრაქტიკული სურათი, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, მეტყველებს საპირისპიროზე. პრაქტიკულ სურათს აფუჭებს ის სოციალური გარემო, რაც ახლა არის ამჟამად. დიახ, სწორედ ეს მინდა მოვისმინო თქვენგან, მიზეზებს რაში ხედავთ, სოციალური გასაგებია გარდა ამისა, მე ყოველთვის ვამბობ უხერხულობის შეგრძნების მიუხედავად, რომ შემეცნებისა და განათლების სექტორში არსებული სისუსტეები დებს იმ შედეგს, რა შედეგის დღეს ჩვენ გვაქვს ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება საიდან?
მიღწევიდან, ყველაფერი იწყება ინფორმაციიდან, ხო, რეალურად როგორ და რანაირად ვაწვდით ადამიანს ინფორმაციას. ყველაფერი გრძელდება იმით, როგორ შუქდება ესა თუ ის სიუჟეტი და რამდენი და რა ტიპის ინტენსივობა. ასევე გრძელდება და ჩართული არის ის გარემო, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში როგორც ფსიქიკური კუთხით, ისე ნარკოდამოკიდებულების კუთხით ძალიან გამწვავებული და გამძაფრებული არის. ხო? ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამდენი ენერგია, აქვთ ამდენი უარყოფითი ენერგია, თუნდაც ის არსად არ მიდის. არა. და როდესაც უკვე ჩვენი როგორც ადამიანების ლოგიკური ჯაჭვი წყდება იქ, რომ ეს ყველაფერი მე დავამტკიცო აზრობრივად, არა, უკვე მაშინვე სადაც თავდება ლოგიკური მტკიცების ჯაჭვი, იქ იწყება ფიზიკური ჯაჭვი, რომელსაც უკვე მივყავართ იქამდე, რომ სამწუხაროდ თუ როგორც არის, კაცს ყოველთვის მეტი ენერგია და ძალა აქვს, ვიდრე ქალს და ქალი ხდება უკვე მსხვერპლი. ამას ჩვენ გვქვნით. ესმის აბსოლუტურად თქვენი შეხედულება და პოზიცია და არგუმენტები, თუმცა ფემიციდის მიღმა ჩვენ ძალადობის ყოველდღიურ სტატისტიკას ვადევნებთ თვალს, ერთგვარი ილუსტრაციაა ხო, მიყვარს და ხო არ დავანგრევ ოჯახს ერთი რაღაცის გამო. როგორ რაც ქვია, გიყვარს და არ დაანგრევ, ეხლა ცემატყება სიყვარულის ნიშანად არ უნდა საზოგადოებაში მაქსიმალურად აკუმულირდა ძალადობა. აგრესია, ზიზღი, ბულინგი, ბუნებრივია ეს კომპონენტებით ჯამში შეადგენს იმ ძალადობრივ აქტს, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. რას უკავშირებთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სოციალებში თუნდაც მოძალადეების кейსები არ არიან წარუმატებელი ადამიანები. ძალიან ხშირად ვხედავთ წარმატებულ მოძალადეებსაც. აი ამის თქმა მინდა სწორედ რომ უპირობოდ ის რომ ადამიანმა რომელსაც ვერ შექმნა თავისი. რა თქმა უნდა ეს არ არის ცალსახად ის რომ მარტო ეს არა პირიქით წარმატებული მოძალადების პრაქტიკა გვაქვს უხვი. მეორე მომენტზე გადავიდოთ, ხო? იმდენად აძლევს საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას, რადგანაც წარმატებული ხარ, ხვდები და თვლი რომ დაუსჯელობა შენს მიმართ კანონი არ მომქმედებს. ანუ აქ უკვე მე მოდის დაუსჯელობის სინდრომი. ვარ წარმატებული, ვარ ცნობადი და მე ყველაფერი გამომივა და ყველაფერს დავფარავ და შევძლებ. ყველაფერი მეპატიებას პრინციპია. ხო, ყველაფერი მეპატიებას პრინციპია. ანუ არასოდეს მეფიქრე ამ საკითხზე. ეს არის ის, რომ თუ ერთ მომენტში ხარ არასრულფასოვნები და შენ არ შეგიძლია და ამით შენს ქვეცნობიერში შინაგან აგრესიას ავლენ, მეორე უფრო არანაკლებ და უფრო შეიძლება მეტიც კი არის ის, რომ მე იმდენად კარგი ვარ და იმდენად შემიძლია და იმდენ აი კიდევ ერთ როლზე მივდივართ, ხო, რომ ანუ საზოგადოებაში აბსოლუტურად სხვა როლი გაქვს. ძალიან შეიძლება იყო ასე ვთქვათ პირსათნო ადამიანი და ყველაფერი მოწონდეს შენი, მაგრამ სახში იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივად უჩხური, ხო? რომელი ეტაპის ხარვეზეა ეს გამოვლინება? აღზრდის? სად არის დაშვებული შეცდომა, როდესაც ყალიბდება ამ ტიპის ფსიქოტიპი? ყველაფრის საწყისი ყოველთვის არის მაინც აღზრდა. მაგრამ იქ აღზრდის გარდა კიდევ არის რით თამამდები, სოციუმი რის უფლებას გაძლევს, რის საშუალებას გაძლევს. მე რომ მაქვს რაღაცა უფრო მეტი და მე რომ ვარ უფრო წარმოსადეგი ან ცნობადი, არც ეს არ იძლევა და არ არის ამის უფლებას, რომ შენ ადგე და სხვა ადამიანებზე იძალადო. თუმცა აი იქ გვეშლება ადამიანებს ყველაზე მეტად, როდესაც ყველაფერი გაქვს და უკვე თვლი რომ აბსოლუტურად ყველაფერი შენს ხელში არის, იქ ამას დავმალავ და მე ეს როგორ გამიბედა, ნუ არ არის. ძალიან დილეტანტური კითხვა მოტივტივდა. ძალის დემონსტრირება არის თუ არა ფსიქოლოგიური გადახრა, ძაფრი წყურვილი ამ პროცესში. ადამიანს სხვა კუთხით რაში ჭირდება ძალის დემონსტრირება და რისთვის ჭირდება ძალის დემონსტრირება, ხო? თუ ძალის დემონსტრირება გინდა არის იქ სპორტული მთელი წრეები და იგი ვარჯიშე და შენი ძალა იქ შენ საკუთარ თავს დაუმტკიცე, მაგრამ როდესაც მეორე ადამიანზე ძალადობ, განსაკუთრებით წარმატებულად როცა ძალადობ და ესეც სავალალო შედეგამდე მივდივარ, ანუ აი რეალურად ვისთან რის დემონსტრირებას ახდენ, ხო? საკუთარ თავს უმტკიცებ რამეს და რა ქალს მოერიე, რა კაცს მოერიე? ძალა ხო ზოგადად პირობით იცნებაა, დღეს გაქვს და ხვალ არ გაქვს. ძალიან ყველას ბევრჯერ გვინახავს მოძალადე ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდგულობენ და უკვე როდესაც მოხვდებიან იქ სამართლებრივ ჩარჩოებში, აღარ გამოიყურებიან ისი ამაყა და ისე თამამად როგორც იქამდე იყვნენ. რატო? იმიტომ რომ მასზე ძლიერი მოერია მას, ხო, ამ შემთხვევაში კანონი. და თუ კი ადამიანები
გავითვალისწინებთ კანონის უზენაესობას და მივყვებით რეალურად მაშინ ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ხო? ორი ტიპის სინდრომი არის, ხო? როდესაც ერთი მსხვერპლს უყვარდება თავისი მოძალადე, რომელიც აღნიშნული იყო ესეთი ტერმინიც კი არის სტოკჰოლმის სინდრომი და მეორე, როდესაც მოძალადეს უჩნდება სიმპათიები და უყვარდება თავისი მსხვერპლის უკვე ლიმის სინდრომი არის, რომელიც იაპონიაში დაფიქსირდა. და ჩვენ მსგავსი მაგალითები სამწუხაროდ გვაქვს უხვად. კი. განსაკუთრებით ქართველი ქალის ერთგვარი ნიშაა თითქოს ხო, თუ კი გაორება ამ ნაწილში მოძალადის სიყვარული და აგრესია ერთდროულად. გაორებულია მომენტები, როდესაც იგივე თუნდაც ხდება ერთიც და მეორეც, ხო, იმიტომ რომ ცოტა ესეთ რომ გადავიდეთ რაღაცა სადომაზოხისტურ ურთიერთობაზე აქვს უკვე ეს ყველაფერი თემა, მაგრამ ზედმეტად ინტიმურია ძალიან გავს ამას, იმიტომ რომ არ შეგიძლია ამის გარეშე, მაგრამ ისიც აღარ შეგიძლია და იმდენად არიან მიჩვეულები ამ ტიპის ურთიერთობას, რომ მე ამ ყველაფერს გარეთ მალავენ, მაგრამ პრობლემა თავს არასდროს არ მალავს, სამწუხაროდ ბევრი ასეთი ფაქტი, რომ ყველამ რაღაცა იქით მალა, აქეთ მალა, მაგრამ ბატონო სერგო, არსებობს ამ ტიპის მოცემულობაში გამკლავების გზები, თქვენი პროფესიული ნაწილი გამკლავების გზა არის აბსოლუტურად ფსიქოლოგიური მზაობა შეიარაღება ამ ყველაფრის დასაძლევად და სამართლებრივი ჩარჩოები, რომელიც უნდა იყოს. სამართლებრივზე მეტად ამ შემთხვევაში თქვენი პასუხი უფრო საინტერესოა თქვენს პროფესიულ ჭრილში. ხშირად ადამიანებს განსაკუთრებით აი სენსიტიურ მგზნობელობით სავსე ეტაპზე ჰორიზონტის და ფერადი მომავლის აღქმა უმძიმთ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ მომენტში რაღაც უფრო მე მოდის ის პირველი ეტაპი კი ბატონო თქვათ რაღაცნაირად გაატარა, არ გაატარა, გადალახა, ვერ გადალახა, როგორც წესი ვერჭი, ვერ ლახავე. მოდის მერედან მე ირკვევა უკვე ურთიერთობის დროს, რომ ისიც თუ გაგეხსნათ, თორე ძალიან ბევრ სხვადასხვა მიზეზს ამბობენ, რატო არის თუნდაც დაქვეითებული გუნება განწყობა, რატო არის უიმედობის განცდა, რატო არის ეს შფოთვები. და უკვე რამოდენიმე სეანსის მერე შეიძლება გაიხსნას ჩვენი კლიენტი და გითხრას, რომ იცი რა, მე აი ეს პრობლემა მაქვს ოჯახური. და ამ დროს იწყებ ძიებას, მას თავაზობ თუნდაც რომ აი მიმართე შესაბამის დაცვით ორგანიზაციებს, ქალთა დაცვის ორგანიზაციებს, თუნდაც იგივე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს ყველაფერი ნებისმიერ მხარდაჭერის რგოლს. ხო, გარდა ჩვენთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტურად ესე ღიად ვერ ჩავერევით, ხო? რეალობა ჩვენ ვაძლევთ მას რჩევას და არიგებებს და შესაბამისად ამ კუთხით, მაგრამ როცა უკვე მომხდარია ეს ძალადობა და მოდის უკვე იქ მე მესმის. მენტალური მხარდაჭერის დეფიციტი. ზოგადად ინსტიტუციურ დონეზე ქვეყანაში სუსტია. არ მხოლოდ ძალადობის, პოსტძალადობის და ასე შემდეგ, არამედ ზოგადად ტრამვის შემდეგაც კი ნებისმიერი ხარისხის. და ასევე ეს თემა არის სამწუხაროდ სტიგმატიზირებული, ტაბუდადებული დღემდე. ხომ არ უკავშირებთ იმ ძაფ რიცხვს სწორედ აი ამ ჩამოთვლილს, რომელიც გვაქვს დღეს ძალადობის და ფემიციდის. ვერ გამხელილი პრობლემისა, ვერ აღიარებული პრობლემისა, საზოგადოების წნეხისა და ასე შემდეგ. ეს არის ფაქტორები, რომელიც ჩემთვის განაპირობებს უყურე რომ გამოვა გარეთ თუ სამწუხაროდ ეს ბევრია ჯერ კიდევ. ხო ვერ იტყვის რომ ქმარმა დაარტყა. ოჯახიდან ამ ამბავს გარეთ ხო ვერ გაიტანს. და ნუ ამ დროს ღებულობთ რას, მე უარეს შედეგს, ხო? გეთახმებით. იმას ხედავს შვილებით სამწუხაროდ, იმას ხედავს მშობლებით თუ მოხუცი მშობლებით სახში არიან ამ ყველაფერს ხედავენ, რომ ქმარი ძალადობს ცოლზე, ნუ ესეთი საშინელი ფორმით, ხო? ნებისმიერი ფორმით საშინელებაა, მაგრამ ეს კატასტროფული პირდაპირ ფიზიკური ესეთი. ეხლა ამას ვერ მიცემ ახსნას ესე თავისუფლად, რომ იცი ეს არ არის მენტალური პრობლემა, ეს არის მენტალური პრობლემაც, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პრობლემა, საზოგადოების პრობლემა, რომელსაც რცხვენია და სტიგმატიზირებული აქვს საკუთარ თავში ეს ყველაფერი და მოდი მე ამ ჩემ პრობლემას გარეთ არ გავიტან და სხვას არ გავაგებინებ, იმიტომ რომ რცხვენია თვითონ. ეს სხვა არაფერია თუ არა წნეხი. როგორ? საზოგადოებრივი წნეხი. ესე იგი შენ ცუდი ხარ, რადგანაც შენი ქმარი გირტყავს. იქნება არ არის ცუდი და ის ქმარი, ანუ ისეთი ტიპაჟი, რომელიც ამის გარეშე ვერ ცხოვრობს.
მესმის აბსოლუტურად ძალიან მძიმე თემა, ბუნებრივია ძალიან ერთ-ერთი სენსიტიური თემა, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, რომ აი ცოტა უფრო ღრმადაც რო ვილაპარაკოთ და რაღაც საკითხები გავშალოთ, ძალიან ბევრი ადამიანის პირად ცხოვრება შეიძლება შეეხოს და გაზარდოს მათში სხვა ტიპის ემოციები და განცდები. კარგი იქნება თუ იმას გაზრდის, რომ უნდა გაჩერდნენ ძალადობის კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეიძლება პირიქით აი არ დაგინახო შენ ამაზე სადმე დარეკო და არ დაგინახო. ამ ფორმატში საუბრები, პრინციპში საუბრები ამ თემების ირგვლივ მინიმუმ არის პრევენცია და მაქსიმუმ არის მომავალ თაობაზე ზრუნვა, რომ სწორი ღირებულებათა ჯაჭვი შეთავაზოთ. არ შეიძლება ძალადობრივ, ასე ვთქვათ, ოჯახში გაიზარდოს შვილი, რომელსაც ეს არ იქნება კომპლექსად. თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენ გისაუბრებთ, რომ თქვენს პროფესიაშიც არსებობს ძალადობის ფორმები, რომელიც ცალკე საუბრის თემაა. ალბათ ცალკე საუბრის თემა იქნება, როდესაც ექიმზე ყოველთვის პაციენტის პატრონი ირიბად თუ პირდაპირ, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ცალკე ძალადობს, რომ აი მაგრამ ეს საკმაოდ მძიმეა. ხო, ნუ ექიმს საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევს ბოლო დროს მით უმეტეს მუშაობა, ნუ იქ მესმის. აბსოლუტურად მესმის. როგორც ვახსენე, არაერთი გადაცემა მთლიანად ციკლია საჭირო საერთოდ, რომ რაღაც ფონს გავიდეთ და შევიმეცნოთ ის ელემენტარული, რაც მნიშვნელოვანია და რაც თქვენ როგორც ძალიან ახლოა ქრისტიანულ საწყისებთან. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის, როგორც ყოველთვის კომპეტენტური და გენიალური პასუხებისთვის. უღრმესი მადლობა იმ შინაარსისთვის, რომელიც ბიომეტრიის მაყურებელს გაუზიარეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონი სერგო ცომაია პასუხობდა ბიომეტრიის შეკითხვებს. მადლობაც გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.